აი რამდენი ხანი მე არ დამიკრია გოგით აი რამდენი წელია იმის შემდეგ? 10 წელი. მეტი 10 წელი გამეტი. შემდეგ აღარ მომიკრია შეიძლება. არა რა 10 კაცო 10 წელი მეტი 93 Solomon, machort klis moetan zedao, gaikza shedi arabi, Solomon misders pal zedao, vastvorsna elti giriti, გადააცილა თავზე დაო მეორედ გაჯავრებულმა
ეს მოუწყა ტახტაზე დაო გამწარებული არაბი ცხენიდან გადმოვარდესაო ქისტები და იმერლები ქუდებს აგრიან თავზე დაო ქისტები და იმერლები ქუდებს აგრიან თავზე დაო ზოგადად რომ მიმოვიხილოთ რაჭული მუსიკალური დიალექტი ეთნომუსიკოლოგები და კერძოდ ედიშერ გარაყანიძე ამას განიხილავს როგორც გარდამავალ დიალექტად. და რას მოიაზრებს ეს გარდამავლობა, ანუ კილოურ მრავალფეროვნებას, ჰარმონიულ მრავალფეროვნებას. რაც განსაზღვრავს, შეიძლება ასე ითქვას, რაც რაჭას ყოფს ზონებად. ეს გახლავთ ქვემო რაჭული დიალექტი, ზემო რაჭული დიალექტი, მთა-რაჭული დიალექტი და კერძოდ გამოყოფილია კიდე გლოური დიალექტი, რომელიც ცალკე მდგომია ამ შემთხვევაში. აღაიშვილი ფერისა მოლისის კეთემერისა ჯატილა ჩაიმერისა არსებობს სოფლები, სადაც ჟანრობრივად სიმღერები სხვადასხვა ტიპისაა, შეიძლება ასე ითქვას და სხვადასხვა გავრცელებას პოვებს სხვადასხვა სოფელში. ეს სიმღერები სხვადასხვა საშემსრულო მანერით და სტილით. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ამ მრავალფეროვნებაში და მრავალკილოურობაშია სწორად რაჭული მუსიკალური დიალექტის ინდივიდუალიზმი და იდენტურობა, რომელსაც სხვა კუთხეებისგან გამოარჩევს. გამომდინარე იქიდან, რომ რაჭველებს სხვადასხვა კუთხეში უხდებოდათ საშოვარზე წასვლა და მუშაობა, ფაქტობრივად ამან გამოიწვია მელოდიური ბაზის მრავალფეროვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას და ინტონაციური მარაგის შევსება სხვადასხვა დიალექტებისგან. და ამან გამოიწვია სწორედ ეს მრავალფეროვნება. თუმცა შეიძლება ასე ითქვას, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მაინც ცალკე მდგომი დიალექტია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მრავალფეროვნებაშია სწორედ მისი ინდივიდუალობა.
ქარაჭული მუსიკალური დიალექტი ახლოს მდგომია სვანურ მუსიკალურ დიალექტთან და აღმოსავლურ მუსიკალურ დიალექტთან. აღმოსავლეთის მთასთანაც და ბართანაც, იმიტომ რომ აი ძირითადად რაჭული მაყრულების ტიპი არის ქართული მაყრულების ტიპი. სამწილადი ზომით, ჰარმონიულადაც ძალიან გავს. ასევე საფერხულოები ძალიან დიდ იენტურობას იჩენენ აღმოსავლეთის მთის საფერხულო სიმღერებთან. ამავდროულად სვანეთის მუსიკალურ დიალექტთან საშემსრულებლო მანერაც, ბგერის წარმოების პოზიცია არის საერთოდ ძალიან ბევრი რამე ამაში. ჟანრები ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას ერთ და იგივე ჟანრებია გავრცელებული. ამავდროულად ორპირულობა, მისაქცეულობა, ანუ მიმოგდებით მღერა, ეს მთაში გავრცელებული ფორმაა და არა მარტო მთაში, მაგრამ მთაში ყველაზე მყარად გავრცელებული ფორმაა. ვადელია ჭირად მეცა შეყვარებული და მეცა არია არია ვადელია ვადელია ვადელია
სხვა გნებური არ გეგონოყეო გზაგრძელი და ოღრო ჩოღრო ჩამოვიარეო რაჯველებმა გამომგზავნეს ჩვენზე იმღერეო თუ სათქმელი შემოგაკლდეს დაგვიხმიანეო იგავჩდებით თელი რაჭა შენ გენაცვალეო უწერელი უშოვთელი ურაველი გლოველი და ჭიორელი ღერელი და ვაგონთელი სეველი და პარახელი შქერელი და ფსკათელი ღარველი და ჭიბრელი ღარველი და შოვნელი ონჭეველი ბორცოველი საკაველი ხიდეშელი გლოველი და ჭიორელი ღერელი და ვაგონთელი სეველი და პარახელი შქერელი და ფსკათელი ღარველი და ჭიბრელი ღარველი და შოვნელი ონჭეველი ბორცოველი საკაველი ხიდეშელი რაჯველი ვარ სხვა გნებური არ გეგონოყეო შეიძლება ასე ითქვას კიდევ რომ თუ ჩვენ დავყოფთ აი ამ სოფლებს რაღაც ზონებად თისრაჭას გარდა ვამბობ გულისხმობ თისრაჭის ქვემოთ აი უწერა ხიდეშლები ფარავნეში უпростоრად ნიგავზები ეს გომის არეალი რაღაც ერთი საშემსრულო მანერით გამოირჩევა მე კიდე ქვედა ზონა მოდის აი ღარის შოუბნის იქითკენ აი ეს ზონა კიდე განსხვავებული საშემსრულო მანერაა განსხვავებული სიმღერებია ჟანრობრივად აი ქვემოს სიმღერები კიდე აქ ხეობას თუ გამოვყოფთ ჩვენ ჯეჯურის ხეობაში თუ გამოვყოფთ აქ სულ სხვა საშემსრულო მანერაა და სხვა სიმღერებია უფრო გავრცელების არეალს რასაც პოვებს თორე ძირითადად ყველგან არის იმ ერთ თქვა ერთ სიმღერას თუ მღერიან მაგალითად მაღლამთას მღერიან იქ მაგრამ აი ეს ჰარმონიული თუ შეიძლება ასე ითქვას და სტრუქტურული განვითარება ყველგან აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა სოფელში და ამავდროულად უნდა გამოიყოს კიდე ქვედა ზონა რომელიც არის ლიხეთი ურავი ბარი მრავალდლის აი ეს ზოლი კიდე ცალკე მდგომია აი აქით ამის ქვემოთ იწყება უკვე ქვემო რაჭული ესე თქვა დიალექტი თუ შეიძლება ასე ითქვას იმიტომ რომელიც აბსოლუტურად შეიძლება ასე ითქვას იდენტურიცაა ზემორაჭულის მაგრამ მაინც სხვა მუსიკალურ ესე თქვა ფორმებს პოულობს უფრო განვითარებული უფრო სიახლეებია ბევრი შესული შეიძლება ასე ითქვას და მეტ წილად კავშირს ამყარებს დასავლურ მუსიკალურ დიალექტთან კერძოდ იმერულთან და ლეჩხუმურთან მრავალი ჟამიერ შეოჯახა შენებულო
მომღერალ